დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის სწავლები არსებობს. უბრალოდ ქოძბანდა ამას ჟოშკავს და არ უნდა ფულის გადახდა. ამიტომაც წლიკინებს ეს მინისტრად წოდებული სარჯველაძე. აგერ სოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთმა გიგანტმა როშემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ ინფორმირებული არის თბილისში მიმდინარე პროცესებზე. და ხსნის მარტივად, რომ ამერიკაში, იაპონიაში, ევროპაში მიწწამალი წარმატებით გამოიყენება და ელის შემოთავაზებებს შესაბამისი ორგანოებისგან, ანუ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან. ჩაფლავდა ეს პროპაგანდა საჯველაძე და საქოცეთო. წამალი მიეცით ბავშვებს, აგერ როშე გთავაზოთ მოლაპარაკებებს. როშეზე მეტი ექსპერტები ყავთ, აქვია, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროში, რომლებიც ასე გაწყვეტილად სრულობენ, რომ ეს წამლები საშიშია ჯანმრთელობისთვის. როშე გთავაზოთ. დაგუგლეთ, ვინც არის რა არის როშე. და მიეცით წამლები ბავშვებს დროზე. ნუ ელოდებით მათ სიკვდილს, ქოცებო. ისედაც ბავშვების სიკვდილებით ხართ მოსული ხელისუფლებაში და აქ დარჩენილები კიდე წლების მანძილზე. აღარ მალაპარაკოთ ახლა ყველაფერი.